ანიმე ფანდომში და არა მხოლოდ ზოგადად ანიმე ფანდომში, ნარუტოს ფანდომშიც კი კონკრეტულად არის ერთი ესეთი შეხედულება მცდარი, პოპულარული, მაგრამ მცდარი, რომ ნარუტოს ცუდი ანიმაცია აქვს და კონკრეტულად ნარუტოს და ფენის ანიმაცია საშინელება იყო და არ ვარყოდა ეგ ანიმაცია. რაც არ არის სწორი შეხედულება. ანიმაცია იყო მარტივად რო გეხსნათ სტილიზებული და განსხვავებული, ოკეი? და ეს ვიდეო რეალურად ერთხელ უკვე ჩავწერე და მეორედ ვწერე, იმიტომ რომ ერთხელ უკვე დავაედიტე, ერთხელ ორჯერ დავაედიტე, მაგრამ საქმეა იბლოკება. ამიტომ მომიწევს მარტო რამოდენიმე კადრი ვაჩვენო ანიმაციიდან და უშუალოდ მთლიანი ბრძოლები ვერ ჩავურთო. ამიტომ შემოყურება მოგეწევთ. პირველი რაც ვიტყვი, ეგ ანიმაცია იყო სტილიზებული, ოკეი? და იყო შეიძლება თქვას იმ მომენტისთვის, იმ პერიოდისთვის ექსპერიმენტული სტილი. არა მხოლოდ ფეინის და ნარუტოს ბრძოლაში, არამედ სხვა ბრძოლებშიც, როგორც უშუალოდ ნარუტოს და სასკეს პირველი ბრძოლა, ასევე ოროჩიმარუს და სასკეს ბრძოლა, ოროჩიმარუს და მეოთხე კაკეს ბრძოლა, ან როკლის და გაალას ბრძოლა, ყველა ანიმაციაში გამოყენებულია მსგავსი სტილი. უფრო მეტიც იმ 4 ანიმატორთან, რომლებიც მუშაობდნენ ნარუტო vs ფეინის ბრძოლაზე, რომლებიც არიან შიგონებაში და ნორი მაცუმოტო, კენჩი კუცუნა და ასევე აცუში ვაკაბაიაში. გონი აცუში ვაკაბაიაშიც მუშაობარი აქვს სხვა ბრძოლებზე, თუ სწორად მახსოვს, როგორც like ოროჩიმარუს და სასკეს ბრძოლა, მაგრამ ნორი მაცუმოტოს ნამდვილად ვიცი, რომ ქიანიმატორი იყო ასევე საქმეა ოროჩიმარუს და სასკეს ბრძოლაზე და ასევე ქიანიმატორი იყო სასკე vs ნარუტოს პირველ ბრძოლაზე. და აქ თუ დააკვირდებით, სასკეს და ნარუტოს ბრძოლაში მოძრაობა პერსონაჟების ისეთივე გაზვიადებულია, როგორც ნარუტო vs ფეინის ბრძოლაში. ამ შემთხვევაში მარტივი კაგენაში სტილი არჩეული, კაგენაშადოულეს ჩრდილების გარეშე სტილი და მხოლოდ ლაინარტი და ფერები, კონტურები, ხაზები და ფერები. პერსონაჟის დიზაინში ჩრდილებს არ ამატებ. ერთის მხრივ ანიმაციას უნიკალურ სტილს წენს და მეორეს მხრივ უფრო ნაკლები დრო ეხარჯება ანიმატორს, მაგრამ მარტივი კაგენაში სტილი არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ვარიანტში უფრო ნაკლები ხარისხის ანიმაციაა. იმიტომ რომ მაგალითისთვის ამ შემთხვევაში ანიმატორს ისე უწევს კომპლექსური მოძრაობების გაკეთება, დახატვა და ქორეოგრაფიის დახატვა გაკეთება და პერსპექტივაში პერსონაჟების ხატვა. ისევე როგორც მოუწევდა სხვა შემთხვევაში. უბრალოდ ერთი ვარიანტი არის, რომ ნაკლები დრო ეხარჯება. და არ ვსაუბრობ ისეთ ანიმაციაზე, როგორც One Punch Man-ის მესამე სეზონია. One Punch Man-ის მესამე სეზონში არათუ სტილი იყო მარტივი, არამედ მოძრაობაც არ იყო. და საპირისპირო მაგალითი რომ განგვეხილა, შეგვიძლია ავიღოთ ეს სცენა, ჯუჯუტსუ კაისენის მეორე სეზონიდან გოჯოს ბრძოლა. ეს პატარა მონაკვეთი, ეს პატარა სცენა, რაც გოჯო პერსპექტივაში შედახატული, წარმოვიდგინოთ კომპლექსური დიზაინით არის, შუქჩილები ყველაფერი დელებში შედახატული და ანუ მოძრაობაც არის. მაგრამ ეს სცენა გრძელდება like 3-4 წამი. ანუ თავისთავად მომენტალურად იცვლება სხვა სცენა, ანუ გოჯოც უფრო მარტივ სტილში შედახატული, სხვა პერსონაჟებიც უფრო მარტივ სტილში შედახატული და პერსპექტივაში აღარ არის სხვა სცენაში. იმიტომ ჯერ ეს კონკრეტული სცენა წაიღებდა ძალიან დიდ დროს, არათუ მთელი სერია, არამედ რამდენიმე წუთიანი ანიმაციაც რო ყოფილიყო გაკეთებული მაგ სტილში და ასეთი კომპლექსური დიზაინით და ასეთი like კარგი მოძრაობით. ერთი მაგალითი, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ ამ დონეზე ანიმაცია აქვს მეთქი, არის Redline ფილმი, რომელიც არ მახსოვს გონი 5 თუ 6 წელზე მეტი ხანი დაშირდა გასაკეთებლად. Madhouse ერთ-ერთ საუკეთესო სტუდიას. და მეორე რომელიც შეიძლება რაღაცა ახლოს იყოს მაგდონის ანიმაციასთან, არის One Punch Man-ის პირველი სეზონი. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ხშირად დროიდან გამომდინარე, როგორი მაგალითად პროფესიონალი ანიმატორიც არ უნდა იყო, გიწევს რაღაცა შეწირო. ანუ გიწევს სტილი გაამარტივო იმით, რომ უშუალოდ ანიმაცია და მოძრაობა იყოს ნორმალური, ან გიწევს პირიქით. ანუ იმის გამო რომ ლამაზი იყოს ვიზუალურად და ლამაზი ჩანდეს და კარგი like პერსონაჟების დიზაინი იქონდეს დახვეწილი, მაგისთვის გიწევს რომ შეწირო like პირიქით ანიმაცია. ანიმაცია არ იყოს კარგი, უბრალოდ მოძრავი ნახატები იყოს. ამ სერიაში არაჩვეულებრივად არის გაკეთებული კომპოზიტინგ და ფერთა პალატი არაჩვეულებრივად არის შერჩეული. მარტივად ვთქვათ, არტ დირექტორმა, არტ რეჟისორმა, ანუ და კომპოზიტინგის რეჟისორმა და ასევე თვითონ უშუალოდ სერიის რეჟისორმა, ვისაც სტორიბორდინგი ევალება, არაჩვეულებრივად გააკეთეს თავის საქმე. მაგალითისთვის კონკრეტულად ამ სერიაში არაჩვეულებრივად გაკეთებული პერსპექტივა, არა მხოლოდ სტორიბორდინგის მხრივ, არამედ ანიმაციის მხრივ. ანუ like კომპლექსური მოძრაობის სცენა გაკეთებული პერსონაჟის და კამერა მიყვება და პლუს ფონის პერსპექტივაში დახატული და ფონის მოძრაობს. და ფონის ანიმაცირება როგორც ეს ყველაზე რთულია ხოლმე, თუნდაც like რანგრევები იყოს და არავითარ შენობები. ეს არაჩვეულებრივ სტილში გაკეთებული ულამაზესად. შეიძლება 2-3 სცენა ასეთი, მაგრამ ეს რამოდენიმე სცენა ძალიან რთული გასაკეთებელი იქნებოდა. მარტივი კაგენაში სტილის ძირითადი მოგება არის რომ დრო like არ დახარჯო ბევრი. სხვა შემთხვევაში იგივე წვალება და შრომა გიწევს, რაც მოუწევდა რთული კომპლექსური სტილის პერსონაჟების დიზაინით. უფრო მეტიც ჯუჯუტსუ კაისენის პირველ სეზონს რო გადახედოთ, ანიმაცია ხშირ შემთხვევაში არის როგორ თქვა, უხეში უფრო მეტად და არ არის კარგი smooth like ნორმალური ანიმაცია და შეიძლება თქვას ისეთი შეთავაზებაა რომ in between ანიმაცია დასრულებული არ არის. ოკეი? განსხვავებით მაგალითად ჯუჯუტსუ კაისენის პირველ სეზონსა, რომელშიც
არათუ უფრო მარტივი სტილი იყო გამოყენებული ძირითადად დიზაინად პერსონაჟების, არამედ ასევე ბევრი სერია მაინც კაგენაში სტილში იყო გაკეთებული. მაშინ ნარუტოს ტრანსფორმაციაზე, არ მოხდა საქმე, 1.8 კვდა თუ რაც ქვია, ტრანსფორმაციის და ძალების სახელებს ნამდვილად ვერ მეხსოვრებ. მაგრამ ნარუტოს ეს ტრანსფორმაცია რასაც არის გაკეთებული, ეს effects animation ტრანსფორმაციის დროს და ტრანსფორმაციის მერეც ეფექტების ანიმაცია, effects animation ულამაზესი არაჩვეულებრივად გაკეთებული ფერების კომპოზიტინგიც არაჩვეულებრივია. და მთლიანობაში ანიმაციის სტილიდანაც გამომდინარე, როგორც დიდი არჩეული, პერსონაჟების მოდელებიც არ არის off model. უმეტეს შემთხვევაში ან მოძრაობაში არ ჩანს დარღვევები ანატომიაში. მოძრაობა მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის უცნაური. მესმის, რომ იტყვით, რომ მოძრაობა არ არის პერსონაჟების რეალისტური. და საქმეც მაგაშია. ეს ანიმაცია იყო და მოძრაობა იყო სტილიზებული. მსგავსად სხვა ბრძოლებისა ნარუტოსი, ექშენ სცენებისა. მაგრამ აქ უფრო შორს წავიდნენ, უფრო მეტად სტილიზებული გააკეთეს და აშკარად რეჟისორი და ანიმატორიც ცდილობდნენ, რომ უფრო მეტად, როგორ თქვა, კომედიური მხარე ეჩვენებინათ ამ ბრძოლის სიმღერაში, რომ ფეინი სერიოზულად არ აღვიქოს ნარუტოს. და ძალათა შორის განსხვავება ეჩვენებიათ, რომ მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჩემი აზრით, გაბრაზება ხალხის უფრო იმან გამოიწვია, რომ კონტექსტიდან გამომდინარე, სერიოზული ბრძოლა უნდა ყოფილიყო და სერიოზული მომენტი იყო, ეს კომედიური ტონი, რეჟისორის გადაწყვეტილება და არჩევანი როგორც გააკეთეს ანიმატორებმა, ტონს არ შეესაბამებოდა და კონტექსტს არ შეესაბამებოდა და მაგიტო გაბრაზდა ხალხი ანიმაციას, რომ რეალურად რო დაფიქრი, ანიმაციის ბრალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ანიმაცია არაჩვეულებრივად არის გაკეთებული. ის მომენტი არ არის, რომ ანიმატორმა რაღაცა ვერ გააკეთა, არ შეეძლო რაღაცა გააკეთა, რაღაც ცუდად გააკეთა. იმიტომ რომ რაც უნდა გააკეთებინა, ის ყველაფერი თავის ადგილზე და off model ანიმაცია არ არის, კომპოზიტინგი არაჩვეულებრივია, კალერინგი არაჩვეულებრივია, ფერები არაჩვეულებრივია, ან პერსპექტივაში სცენები კარგად არის დახატული, ასე ვქია, მოძრაობა არის, in between frames კადრები არ აკლია, ჩავარდნები არ არის. უბრალოდ არის უნიკალური სტილი და ორი მომენტი, სამწამიანი ანიმაცია, როცა სახეები არის პერსონაჟის დეფორმირებული, მაგრამ დამიჯერეთ, ამ ორი მომენტის შესწორება როს დომოდა არტ დირექტორი იქნებოდა თუ ანიმატორი, არტ დირექტორის ჩარევა არც კი დაჭირდებოდა ანიმატორს კი ანიმაციაშივე შეესწორებინა ეს ყველაფერი და კი ანიმაციაში არ დახატავდა ესეთ სახეებს. მიზანმიმართულად რო არ ყოფილიყო გაკეთებული. ასეთი მაღალი ბაჯეტის და ხარისხის ანიმეში სერიაში არ გამოეპარებოდა ვერავის და არავინ გაატარებდა. მიზანმიმართულად იყო გაკეთებული და როგორც ვთქვი, ექსპერიმენტული იყო და განსხვავებული იყო, მაგრამ ცუდი არ იყო. გასაგები რომ არ მოგეწონოს, მაგრამ იმის თქმა რომ ანიმატორმა რაღაც ცუდად გააკეთა და ანიმაცია არის შეცდომა. მარტივად რო აგიხსნათ ეს პორტრეტი რო აიღოთ რეალისტური ნახატი და მე აიღოთ ეს ნახატი, რომელიც არის სტილიზებული, შეგიძლიათ ხო რომ ეს რახან რეალისტური, ცდილობა რეალისტურის, არ გამომივიდა ნორმალური ნახატი, სიმართლე გითხრათ და რაც არის, ეს რეალისტური უკეთესიაო, ვიდრე ეს სტილიზებულიო, არა, რეალურად ჩემი ნახატი ეს რომელიც რეალისტურს, ცდილობა რეალისტურის 1000 უფრო საშინელებაა და 1000 უფრო ნაგავია, ვიდრე ეს სტილიზებული ნახატი. ხო არის ტყვით რომ ეს ცუდიაო, იმიტომ რომ სტილიზებულიაო. მაგალითად ამ სტილიზებულ ნახატში იმის გარდა რომ ანატომია განსხვავებულია და რეალურს არ გავს და სტილიზებულია, მაგის გარდა ლაინერტი კარგია, ფერები კარგია, კალერინგი კარგია, კომპოზიცია კარგია, ყველაფერი კარგია. ხდებით, სხვა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს კარგი ნახატის. ერთი რაღაც რაც მიზანმიმართულად არის შეცვლილი. მაგალითად ეს ნახატი რომ შევადოთ, იგივე ვარიანტია ნარუტოს ანიმაციაც. ოკეი? off model ანიმაცია არის, frame rate ნორმალური რაღაცა, ყველაფერი ნორმაშია. ეს რაც არის სტილი და პერსონაჟის მოძრაობა. ეგ არის შეცვლილი და ორ სცენაში სახის expression გამომეტყველება გაზვიადებული. ორ-სამ სცენაში. რომ ეგ არის შეცვლილი. სხვა შემთხვევაში ყველაფერიაც ნორმალურ ანიმაციაში ჭირდება თქო რომ კარგი ანიმაციაო, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ეგეთი გამონაკლისი რომელიც ცუდიც კი არა, უბრალოდ მიზანმიმართულად არის შეცვლილი და განსხვავებულად არის გაკეთებული, ექსპერიმენტული და რაღაც უნიკალური სტილში. ეგაა.